გორის რაიონის სოფელ კარალეთში ჭიდაობის ტურნირი გაიმართა. ტურნირი ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის სოფელში წელს პირველად ჩატარდა. შეჯიბრის შიდა ქართლის სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ჭიდაობაზე მყოფი გამოცდილი მწვრთნელები და მოჭიდავეები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სახის ტურნირები ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ტურნირის ორგანიზატორები და შეკრებილები წარმატებული კარალეთელი სპორტსმენის გამარჯვებას საქართველოს ულოცავდნენ. დღევანდელი ტურნირი იმართება სოფელ კარალეთში, ცხელ-ცხელი ოლიმპიური ჩემპიონის სოფელში. Უსად ასეთი სახის ტურნირებზე მონაწილეობდა ხოლმე ლაშაც ყოველთვის აქტიურად. მე მინდა მიულოცო ამ სოფელს ეს დიდი წარმატება და ამ სოფლიდან მინდა კიდევ მთლიან საქართველოს მიულოცო მასი ოლიმპიური ჩემპიონობა. შოთა ჩოჩიშვილი ყავდა ასეთი ხაბარელი და ასე შემდეგ და იმათმაც აი ქართული ჭიდაობიდან აიდგეს ფეხი და ზუსტად ის წარმატებები აი აქედან დაიწყო და ჩვენც ახლა ვატარებთ ამ ქართულ ჭიდაობას, იმიტომ რომ ვარჩევთ ბავშვებს, უყურებთ და მე მოდიან ჩვენთან და იზრდებიან ესე როგორც ლაშა, ესეთი წარმატებული ბავშვები. მეც მიულოცავ ლაშავს სამდიდ გამარჯვებას, მარტო ლაშას არა, მთელ კარალეთს, მთელ საქართველოს და ნამდვილად აუცილებელია. შეძლების დაგვარად ყოველთვის ვესწრებით ხოლმე ჩვენ სამ შეხვედრას. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს დამწყებმა მოჭიდავეებმაც გამარჯვებულ პატარა ფალავნებს ორგანიზატორებმა წარმატება მიულოცეს. ის პატარა მოჭიდავეები კი, ვისაც შეჯიბრში არ გაუმართლათ მომავალი შეხვედრისთვის მეტი ენთუზიაზმით და მონდომებით აპირებენ ასპარეზობას. ჭიდაობა ძალიან მომეწონა და მე ვიჭიდავ, მაგრამ წავაგე და ვაპირებ რომ გავაგზელო ვარჯიში და ჭიდაობა. ძალიან მომწონს და ვაპირებ რომ გავაგრძელო და მივყვე ამ სპორტს და ძალიან კარგია რომ ტარდება სოფლებში და ჯანსაღი სპორტია. ჭიდაობა, რომელიც სანახაობრივადაც შთამბეჭდავი გამოდგა დილის 4 საათამდე გაგრძელდა. ტურნირში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ. კარალეთში გამართულ შეჯიბრს წინტყვიავში გამართული ტურნირი უძღოდა აგვისტოს განმავლობაში ორგანიზატორები მსგავსი სახის შეხვედრებს გორის რაიონის სხვა სოფლებშიც გამართავენ.